აი ეს იყო ჩემ ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, მე ამას მოვესწარე. აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არაოდეს მერტი. მე ამის მოწმე გავხდი და მერგო ესეთი ბედნიერება რო გადამეყო. მესმოდა ხმა ყველა იმ ადამიანისა, იმ ქართველების, რომლებიც ჩამოვიდნენ ევროპაში ძირითადად ის მიიღეს განათლება და აქ შექმნეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ჩვენ აღვადგინეთ ისაც შეწყდა 1921 წელს. მახსოვს მომენტი მახსოვს, ყველას იმ ერთი ფერი შავი კალმით უნდა მოგვეწერა ხელი. ილოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერას. ჩვენი ოჯახიდან 4 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერაში. 2 იყო ჩემი დიდი ბაბუა და ჩემმა მამამ და ჩემმა მამიდამ მოაწერეს ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. არაბის არ უთხოვია ჩემთვის წაგი და გადაიღე. კამერა იყო ჩემი და მოვკიდე ამას ხელი და წავედი და დავიწყე გადაღება. ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ თავისუფლება. ჩვენს არის არ უბოძებია თავისუფლება. ჩვენი ისტორიული წარსული კარნახობს, რომ საქართველოსთვის შეუცვლელადია გზა ევროპისაგან, ევროინტეგრაციისაგან, იმიტომ რომ 26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ სწორედ ევროპელთა მხარდაჭერით. ჩვენი საქმე დღეს კი არ თავდება ამ ტექსტთან დაკავშირებით, დღეს იწყება. ჩვენ გვერდით ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა მის ცხოვრებაში გადაღებისათვის. როდარი ალბათ დღევანდელ დღეს რომ მოსწნებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ ამ ევროკავშირის გზაზე არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავისვენოთ და უნდა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ ჩვენ სახლში, რომელიც არის ევროპა. და ევროპა არის სწორედ ის ადგილი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი იდენტობის შენარჩუნება. აი დგება რაღაც მომენტი, როდესაც ქართველი გრძნობს, რომ აი ეხლა არის გადამწყვეტი მომენტი. ეხლა დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, არაფერი არ დაგვახევინებს უკან.